ევროკავშირის კოპერნიკუსის ამინდის სამსახურის ცნობით 2025 წლის ივლისში არ განმეორებულა 2023 და 2024 წლების რეკორდული სიცხე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გლობალური დათბობის ტენდენცია შეიცვალა. Based on our data, ჩვენი მონაცემების საფუძველზე რიგითობის მიხედვით 2025 წლის ივლისი გლობალური საშუალო ტემპერატურის თვალსაზრისით მესამეა. ყველაზე ცხელი ზაფხული 2023 წელს იყო, შემდეგ მოსდევს 2024. თუ გადავხედავთ ზღვის ზედაპირის გლობალურ საშუალო ტემპერატურას, აქაც 2025 წელს 2023 და 2024 წლებთან შედარებით ნაკლები სიცხე იყო. so the third warmest on record. კოპერნიკუსის უახლესი ანგარიშის თანახმად ოდნავ უფრო გრილი ტემპერატურის მიუხედავად საშუალო ზედაპირული ჰაერის ტემპერატურა მაინც აღემატება 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. And we are really coming out. ჩვენ რეალურად ვითვალისწინებთ გლობალური ტემპერატურის რეკორდების სერიას, რომელიც თითქმის 2 წელს გაგრძელდა. ანუ 2023 წლის შუა პერიოდიდან მიმდინარე წლის დასაწყისამდე, 2025 წლის იანვრამდე. ასე რომ ეს იყო გლობალური ტემპერატურის რეკორდების გამონაკლისი სერია. ჩვენც ამ სერიას ვაკვირდებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. შესაბამისად ვნახეთ, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურა ოდნავ შემცირდა. And we are coming out of this streak with the last few months. ნიკოლასის თქმით, გლობალური დათბობა ისე არ ჩანს ოკეანეებისა და ზღვის წყალობით, თუმცა ამის უკან საშიში შედეგები იმალება. Extreme weather event will continue. ექსტრემალური ამინდის მოვლენები გაგრძელდება მანამ, სანამ გრძელვადიანი დათბობის ტენდენცია იქნება და სანამ არ შევწყვეტ ცაცბური აირების ატმოსფეროში გამოყოფას. დათბობის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. ეს უნდა გვახსოვდეს, სამწუხაროდ ექსტრემალური ამინდების მოვლენა არ დასრულდება გლობალური ტემპერატურის რეკორდების დარღვევის გამო. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ასეთი სიტუაციებისთვის და უბრალოდ გამოვიჩინოთ ძალისხმევა ცაცბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად. Extreme weather event sadly. როგორც ცნობილია, კოპერნიკუსი ევროკავშირის დედამიწაზე დაკვირვების სისტემაა, რომელიც დაფუძნებულია თანამგზავრულ და ადგილზე არსებული მონაცემების შეგროვებაზე.